როგორ დავამუშავოთ მარსი? მარსის შემთხვევაში დამუშავების მეთოდები, ესე ვთქვათ, მაინც და მაინც ბევრი არ არის, მაგრამ მარსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ თვითგამოხატვის მხრივ ძალიან ჩანს მარსის პრობლემები. შესაბამისად, მარსის დამუშავება ძალიან იმოქმედებს თქვენს ესე ვთქვათ, გამოხატვაზე. პირველ რიგში, მარსს ამუშავებს ადამიანი, რომელიც ყოველთვის უკვირდება თავის ქცევებს. ანუ გარემოს სიტუაციაზე თქვენი რეაქცია დამოკიდებული არის მარსზე. არა მხოლოდ მარსზე, მაგრამ მარსზეც. შესაბამისად, თქვენ ნაბიჯის გადადგმამდე, თუნდაც სანამ რამეს იტყვით, თუნდაც სანამ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, რამეს გააკეთებთ, რამეს გადაწყვეტთ, სადმე წახვალთ ნებისმიერ ქმედებას, რაც გადაწყვეტა ქვია, რაც უნდა გადაწყვიტო და შემდეგ გააკეთო. აი ამ ყველაფერზე პასუხს აგებს მარსი. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული და თუ ადამიანი ამუშავებს მარსს, ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში არის წინდახედული. ცდილობს რომ იყოს წინდახედული, ცდილობს რომ ცხელგულზე არ გადადგას ნაბიჯი, ცდილობს რომ ყოველთვის ჯერ იფიქროს, ესე ვთქვათ, სტრატეგია შეიმუშავოს, გადაწყვიტოს რა უნდა რისი გაკეთება უნდა და შემდეგ გააკეთოს. აი ეს არის რეალური დამუშავებული მარსი ადამიანის ცხოვრებაში. შემდეგი არის მარსის ძირითადი პრობლემა, ხშირ შემთხვევაში ინიციატივა. როგორც ინიციატივის ზოგადად გამოჩენა ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხანდახან არის კატეგორია ადამიანების, რომელთაც უჭირთ, ანუ შეიძლება აქტიური იყოს ადამიანი, ბევრს ლაპარაკობდეს, ბევრი რამე უნდოდეს, ცხოვრებაში კომუნიკაბელური იყოს, აქტიური იყოს და გგონია, რომ აქტიურია, რეალურად ეს არის ჰაერისტიქიის, ესე ვთქვათ, ყუილი აქტიურობა, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ შესაძლოა ესეთ აქტიურ ადამიანს რეალური ნაბიჯების გადადგმა უჭირდეს. აი, როდესაც ხშირად ყოყმადობ, როდესაც ბევრი ეჭვი დაწუხებს და როდესაც გიჭირს გადაწყვეტა კონკრეტულად რა უნდა გააკეთო. აი ეს არის მარსის პრობლემა. თუ ადამიანი ესე ვთქვათ, ხვდება რა უნდა გააკეთოს, თუ ადამიანს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს და თვითონ გადადგას ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ესეთ დროს მარსი მუშავდება და ესეთ დროს მარსი არის ძლიერი. ანუ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ჯერ მოვიფიქროთ, მერე გადავდგათ ნაბიჯი. გადავდგათ ნაბიჯი მთავარი არის. იმიტომ რომ უმოქმედობა ნაბიჯის აი შიში, სიფრთხილე, მეტის სიფრთხილე, ეს არის დაუმუშავებელი მარსის პრობლემა. და შესაბამისად, მარსი თუ უნდა იყოს, ანუ დამუშავებული მარსი არის ესეთი. გამბედაობა აქვს მეტი ინიციატივა აქვს და ესეთ დროს, ანუ ესეც რაც არ უნდა გეშინოდეს, ღრმა დამოისუნთქავ და დგამ ნაბიჯს. აი ეს არის დამუშავებული მარსი. სულ ეს არის თუ ასე მარსზე, ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ თვითკონტროლი, ჯერ ფიქრი, შემდეგ ნაბიჯის გადადგმა. და ინიციატივა რაც მთავარია, ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას, უბრალოდ დაფიქრებული ნაბიჯი.